მალე და დღეს უნდა გაანულო ყველაფერი ძალიან კალიცოს ფული და გაანულო მეთქი გიხარი თორე ამომივა ყელში და მაგრად შენთან ეს ფარული ჩანაწერები ცოლქმრის მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულზე ყვება და ლევან და ხათუნა აბულაძეების წინააღმდეგ საქმეში ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად დევს. ირკვევა, რომ ბრალდებული ცოლქმარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირზე სისტემატიურად ზალადობდა. მას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დადგომას და სხეულით ვაჭრობას აიძულებდნენ. ამ გზით მოპოვებულ თანხას ისაკუთრებდნენ. თანხის რაოდენობით უკმაყოფილების შემთხვევაში კი მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ამოწმოსდათ ჩავსვა სტაში ავიდეთ ის რა თქვა და დავიბანო ხავა დავლიოთ მალე ჩარიცხე მალე სასაფლაოზე ავიყვანე ზევით ამდამო გეხვეთები ამდამო ბოლო აი და ხა ყველაფერს ვიზავ გეხვეთები გემუდადები ხოდა წამოვიყვანე მერე მანდაც კარგად მიიღო თავში ერთი აი 8 ჯერ მაინც დავადე თავში, მე ეხლა მანქანაშიც მიიღო თავში. ტრეფიკინგის საქმის მთავარი ფიგურანტები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს. სახლი ახლა დაკეტილია, მეზობლებს ღიად საუბარი არ სურთ. ბრალდებულ ცოლქმარზე ბევრს ვერაფერს ამბობენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ისინი სამეზობლოში ხშირად დისკომფორტს ქმნიდნენ. პროვოკაციებს გვიწყობდა და იმის გულისხმობს რომ დავერწყმუნებინა ხალხი ისა დავიყენეთ ეს კამერა გვიწვევდა შეგნებულად უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ცოლქმარი ბრალს არ აღიარებს მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ ადვოკატი ამბობს რომ საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია დაკავებულებს გუშინ შევხვდი, რა თქმა უნდა, გავესაუბრე, გადმომეცა სრულყოფილად მასალები, მაგრამ არ ვიცნობ საქმის მასალებს, ალბათ 2-3 დღე დამჭირდება საქმის მასალების შესასწავლად. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 153 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებულ ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ლევან და ხათუნა აბულაძეებს ჯგუფურად ჩადენილი ტრეფიკინგის გამო 15 წლამდე ვადით პატიმრობა ელით.